Ფოტოგრაფია არის ჩემთვის ხელოვნება. მე ვარ მარიამ საათაშვილი, ფოტოგრაფიის კურსდამთავრებული. ფოტოგრაფთან ერთად ვარ დიჯიტალ არტისტიც, მუშაობ სხვადასხვა მედიუმებში. ფოტოგრაფიაში აქტიურად ვიყენებ ამ ჩემი ციფრული კოლაჟების რაღაც ელემენტებს და ზოგადად ექსპერიმენტული ფოტოგრაფია და ექსპერიმენტული ხელოვნება არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება. დღესდღეობით ქალაქის მასშტაბით ვახორციელებ სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო პროექტებს. უფრო ხშირად ვითავსებ კურატორის როლს სხვადასხვა გამოფენების დროს, ძირითადად ფოტოგამოფენებს ხელმძღვანელობ ხოლმე. ალბათ სხვა სტუდენტებისგანაც ეგ განმასხვავებს, რომ ცოტა უფრო სხვა მიმართულებით წამოვედი, იგივე სამყაროში ვტრიალებ, ისე ფოტოგრაფიის სამყაროში ვარ, მაგრამ არა როგორც ფოტოგრაფიის ხშირი სტატუსით. უფრო სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზატორი ვარ. ახლა ვიმყოფებით ფოტოგრაფია გალერეის სივრცეში, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ფოტოგრაფიულ წერტილად მოიხსენიება, ასე ვთქვათ, მთელ თბილისში. აქ შევხვდებით აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ფოტოგრაფიას უკავშირდება. პოსტკარდებს, მაგალითად, წიგნებს, ეს იური მეჩთავის ნამუშევრები არის ბარემაქვე, სადაც ფარეჯანოვის ცხოვრების ეტაპები არის, ნაჩვენები და აღწერილი. აქ გვაქვს მაგალითად გურამ წიბახაშვილის ნამუშევრების მთელი დასტა. მოკლედ კაი სიმდიდრეს ვინახავთ რა, კარგ ფოტოგრაფიულ სიმდიდრეს. კოლეჯში სწავლების პროცესს რაც შეეხება. საინტერესო დავალებები იყო ხოლმე ძალიან ხშირად და ეგ უწყობდა ხელს იმას, რომ შემოქმედებითი კუთხითაც განვითარებულიყავით, არა მხოლოდ ტექნიკური კუთხით, არამედ შემოქმედებითი კუთხითაც და მიხაროდა, რომ მეძრაოდა იმის საშუალებას, რომ სახელოვნებო კუთხით წამომეწია ხოლმე წინ. ყველაზე მაგარი იყო ის, რომ აბსოლუტური თავისუფლება გქონდა. ჩვენ დავდიოდით მოლაპარაკებებზეც, ჩვენ ვაწყობდით კომპოზიციასაც გადაღებისთვის, ჩვენ ვაწყობდით კონცეფციასაც ზოგადად, ჩვენ ვიფიქრებდით ინტერვიუს თემებს, იდეებს. ჩემი თავი დამანახა რაღაც უფრო ფართო ჭრილში რა. ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი კოლეჯში იყო ის community, რაც არსებობდა, მეგობრული გარემო. პროდაქშენი გვიწყობდა ხელს, აი უმაგრესად. ქოლგა-თბილისის ფოტოსთანაც პირველი შეხება კოლეჯის გავლით მქონდა, იმიტომ რომ მახსოვს კოლეჯში გვითხრეს, რომ ქოლგაზე ჭირდებოდათ მოხალისეები და უცებ თვალები გამინათდა, რომ აი მოხალისეები ჭირდებათ და მეთქი მე წავალ. ქოლგა-თბილისის ფოტოს ფარგლებში პირველად გავაკეთე ფიქრობ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური და სერიოზული ფოტოსერია, რომელიც გამოიფინა თბილისში და თბილისის შემდეგ სომხეთში და აზერბაიჯანში. ამის შემდეგ უფრო თავდაჯერებული გავხდი. ამიტომ წადებედი Erasmus+ პროექტებში, საერთაშორისო პროექტებში და წავედი ჩეხეთში. მოკლედ ეს იყო 100 დღიანი გასვლითი პროგრამა და იქ ვსწავლობდით, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ფოტოგრაფია როგორც თერაპია. ბოლოს ისე მოხდა და იმდენად კარგი გამოცდილება იყო, რომ თვითონ ჩეხეთის ორგანიზაციამ, რომელმაც ამ პროექტს უხელმძღვანელა, შემომთავაზა, რომ მათთან დავრჩენილიყავი და ესე პარტნიორობა წამოგვეწყო ერთგვარი. დღესდღეობით ვხელმძღვანელობ ერთ-ერთ პროექტს, რომელიც უკავშირდება გაცნობიერებულ ფოტოგრაფიას, mindfulness ფოტოგრაფიას და ვქმნი ჩელენჯებს, გამოწვევებს ფოტოგრაფებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ ფოტოგრაფია გამოიყენონ როგორც თვითკვლევის მეთოდი.